გიწევთ მოგზაურობაში ქვეყანაში, რომლის ფეხით გავლას რამდენიმე საათში შესძლებთ. ქვეყანაში, სადაც თითოეულ მაცხოვრებელზე მეტი კომპანიაა ვიდრე მეზობელი. ადგილას, სადაც ციხესიმაგრეები ღრუბლებს შორის ლივლივებენ, ხოლო გადასახადები უფრო დაბალია ვიდრე იანვრის ტემპერატურა. ეს არის ლიხტენშტაინი, პატარა სამთავრო, რომელიც იმალება შვეიცარიასა და ავსტრიას შორის, როგორც ძვირფასი ქვა ალპური სუფრის ნაკეცებში. წარმოიდგინეთ, დილა, ალპების მწვანე ფერდობებს სქელი ნისლი ეფინება, ხოლო წინ ქვეყანა, რომელსაც ბევრი რუკაზეც კი ვერ იპოვის ერთი შეხედვით. მთელი სამთავრო არც ისე დიდი ქალაქის ზომისაა. ლიხტენშტაინი რომ თბილისის უბანი ყოფილიყო, ის ზომით უფრო მცირე იქნებოდა, ვიდრე გლდანი და ვაკე ერთად აღებული. ლიხტენშტაინმა თავისი სახელი მმართველი დინასტიისგან, ლიხტენშტაინებისგან მიიღო. ეს იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც ქვეყნის სახელს თავად დინასტია აძლევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამთავრო ღარიბ სასოფლო-სამეურნეო კუთხეს წარმოადგენდა. თავადი ფრანც იოზეფ მეორემ ფსონი დადო ფინანსურ მომსახურებასა და შვეიცარიასთან მჭიდრო ინტეგრაციაზე. პატარა ქვეყანამ შეინარჩუნა არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, არამედ უჩვეულოდ გამდიდრდა. სწრაფი ეკონომიკური ზრდა 50-60-იან წლებში დაიწყო, როდესაც სამთავრომ დაბალი კორპორატიული გადასახადები შემოიღო, შვეიცარიასთან საბაჟო კავშირში შევიდა და უცხოური კომპანიების მოზიდვა დაიწყო. დღეს ლიხტენშტაინში უფრო მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, მათ შორის უცხოურიც, ვიდრე მოსახლეობა და უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე მუშახელი ცხოვრობს. აქ ყოველდღე ჩამოდიან სამუშაოდ ავსტრიელები და შვეიცარიელები. დღევანდელი ლიხტენშტაინი არ არის უბრალოდ წერტილი რუკაზე, ეს არის მთელი სამყარო მინიატურაში, სადაც შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები ულტრათანამედროვე შენობების გვერდიგვერდ დგას, ხოლო ალპური მდელოების სიჩუმე იკვეთება მხოლოდ ძროხის სანძალაკების ხმოვანებით. აქ მოხვედრისას გრძნობ რაღაც კამერულ ატმოსფეროს. ყველაფერი ახლოს არის. მთები, ციხესიმაგრეები, მოვლილი სახლები, ვენახები, ხოლო სადღაც შორს ალპების მწვერვალები ბრწყინავენ. აქ არ არის აეროპორტი, არც საკუთარი განვითარებული რკინიგზა. ქვეყნის გავლით მხოლოდ ერთი სატრანზიტო ხაზი გადის, რომელიც ავსტრიასა და შვეიცარიას აკავშირებს, მაგრამ მატარებლები იშვიათად ჩერდებიან ლიხტენშტაინში, მიუხედავად იმისა, რომ აქ 4 სადგურია. ამიტომ აქ მოსახვედრად ჯობს ავტობუსით ან მანქანით ისარგებლოდ. ერთი დღე საკმარისია დედაქალაქ ვადუდში გასასეირნებლად, სამთავრო ციხესიმაგრემდე ასასვლელად, სამთავრო ღვინის მარნის სარდაფში აქაური ღვინის დასაგემოვნებლად. ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ბალცერში მდებარე გუტენბერგის ციხეს და მოინახულოთ თვალწარმტაცი სოფელი ტრიზენბერგი და მთის კურორტი მალბუნი.